აპრეტუზო მედუზო. მოგესალმებით უყურებთ შემოკარგებო, ეს არის თემურგვარაძე, ეს კი ჩემი შემდეგი ვიდეო. დღეს გვექნება ვლოგი თაკოსთან და დანტესთან ერთად. მივდივართ ტბაზე, იმიტომ რომ დაწყა ნორვეგიაში, როგორც ხედავთ, ძალიან ცხელა. პიკნიკისთვის, საზაგრაო და ყველაფრისთვის მზადა ვართ. თქვენი თხოვნა იყო რომ რავი ვლოგი გადაიღეო დანტესთან და თაკოსთან ერთად, თაკოს აქ არის. მოკლედ let's go. წავედით. მე მალე ქუდი დამჭირდება. შით. დანტულიკოს როგორც ხედავთ, თმები გადავხოდრეთ. იმიტომ რომ უშლიდა ძალიან ბანაობისას განსაკუთრებით ტვინის ბურღვა იყო. დედამისი მიადგა ღამით და დააბრალა ხა დედამისი. ჩაკეტე მამა, ჩაკეტე მე. ნელა. ეგარ. ჩაო. თაკოს იცხებს ვერ იტანს და ხა იძახის რომ შემდეგ ცხოვრებაში აუცილებლად ან თეთრი და თვიან პინგვინი გავიჩნდებიო, ხო? აჰა, აუცილებლად. მთელი ევროპა იწვის. ბოლო ერთი კვირა არის თუ მეტი არა, მაგრამ ნორვეგიაში ქარები არის ძირითადად. აქა-იქ წვიმაც იყო, ღრუბლიანი ამინდები და რაღაცა. არა და ჩვენ დაგეგმილი გქონდა გასვლა ტბაზე და რაღაცა დღეს და ხვალ დაჟე ზეგაც სავარაუდოდ ისეთი ამინდები არის გამოცხადებული, რომ აი და მაგითი დამთავრდება სავარაუდოდ ნორვეგიული ზაფხული. აი, რატო იძახი იგი? არა მგონია. It is what it is. აი, ნახავ. We'll see. ჩვენ დღეს გვინდოდა იმ ტბაზე წასვლა, სადაც პირველად ვითევზავე. გახსოვთ ალბათ ეგ ვიდეო. მაგრამ მაგ ტბაზე ბავშვით ასვლა ძალიან რთული არის. უნდა ახვიდე ავტობუსით. ავტობუსი კიდე საღამოს 5 საათამდე დადის. ეხლა უკვე 2 საათია შუა დღის დაახლოებით. ხო და ნუ ვერ მოვასწრებდით რა. ასე რომ მივდივართ სხვა ტბაზე. აი მოვედით აი ესეთ ლამაზ ადგილას. და ძალიან პატარა ტბა არის. ხო და ცოტა გავგრძელდებით, საჭმელს შევჯამთ, წავიხემსებთ. დანტე გაერთობა და თქვენც ჩვენთან ერთად ამის იმედია გაერთობთ. აი ისე ამოვით. ძალიან კაი ადგილი არის. პატარა და მყუდრო. ანკესიც თან აქვს. ნახოთ რა იქნება. სექსი და მომ. აქტივზი არ არის რა იძახიან, რა. ანუ კარპი არის იდეაში. ეს რა ქვია, კაპარჭინა. ამ ქორჭილა არა მე. იქ გადადის, აბა იქ. ამოვალდა, შეიძლება ცოტა მძიმეები დავაყენო, გავშალოთ რაღაცეები, საჭმელები გავამზადოთ და ნახოთ რა იქნება. იმედია მე არ წავიქცევ. ვაი. პირველად რომ გავიგე, რომ აქტივზი იყო, მოვედი დილით ადრე, ვიქევზავე. ამ ჩემ ფეხები, აფერი არ იყო. ამ საყვარებიც არ მქონდა კარგი ადრე და იმიტომ ვიძახი რომ კარპი არის და ჩემი თვალით მაქვს აი ამ ხელები ნანახი. აგე, იქით. აჰა, გადაიღე ვლოგი. გადააგდებს თემო. მეთქი ვლოგს გადაიღეს მეთქი და მოუკიდა ხელი ეგრევე გასაგდებად. ოპა, ჰაშორი ტყლუმპოს ამი ქვია მაგას მამა, წყლის ფორმულა. კაკია. Spider-Man. კამერაზე იწევს მაგას, მაგრად. აშკარად ბლოგერი გამოხვალ მამ. აუნც კაი ბლოგერი რა გამოხვიდე. აჰა, რა მაგარი ბიჭი. მე გაგვეჭედება, მამ, გაგვეჭედება. იქ დაბე. Stop and go თამაშობ მამ. ნელა. აი, ოჩ, ნახე. იქ რა მოწურს. ორა, დაიჭირა დანტეს პირველი თევზი. ბალახი. წყალში ჩავდგეთ. უარა ცივია. აქეთ ცივია, მე ვიყო ყვად. აბა. ყვადი ხარო. ნი. აუ. წავიდა ჭერა. აუ რა მაგარი გაასწორებს, რომ დღეს თევზით დავსუქ. კაი სიშორეზე კი ვისვრით ის. მაგე? ამოხტა. ხო. ამ ტბის აი ეს მიყვარს, რომ სულ აქტიურობა არის წყლის ზედაპირზე, მაგრამ აი ვერაფრით ერთი თევზი ვერ მოვიტყვეთ, ერთი სამჯერ ვარ ნამყოფი აქ.
მაინც გამოსაცვლელი. ეს ხოჭა. წვერებზე დგას. არა თბილიაო. ხოჭა დანტი. რა მაგარი ხარ, мама? ბიჭა. რა მაგარი ხარ, мама? ჩემი ხოჭა. ხოჭა ხსი. წყალში რა კარგად გიხარ, мама? კაკია? ჰოროსკოპით დანტე თევზია. დანტე. წავიდეთ ხმელეთზე, мама. იქით დგევარ, იქითკენ თევზაობდი ახლა და მოდი კარპმა ეს გაცურა, გაიარა, აქითკენ მეორე ამოხდა, იქითკენ ცალკე ჩალიჩობენ. მესამეა? ხო, არა, მაგას ის უნდა რა, ცომი, სიმინდი და ტივტივა რა. დანტე. ამოვიღოთ? შორს ძალიან შორს არ გადააგდო. აბადა. მაგისტრის ახლა უნდა შევიდე. დედაშენის ჩავარდნა დაცურებას თუ ვნახავთ ლაივში. ვერიღისები გვარაძე. შენ რა გაცინეს ბიჭი? მიდი. ოპა. დანტესაც ძალიან უყვარს გარეთ ყოფნა, მაგრამ ისე რომ იცოდეთ ძირითადად ნორვეგიელი ბავშვები ძირითადად ესე იზრდებიან, ოღონდ ბუნებაში გამოაგდე და ან სხვა დიდად არაფერი არ აინტერესებს. ჩვენთან რატომღაც სხვანაირი მიდგომა არის. რა თქმა უნდა, ის დანტესაც უყვარს მაკდონალდები, მაიმუნობები, რაღაცეები, ხვაზე ხარ რა? სათამაშო ცენტრები და რაღაცა. მაგრამ აი იქ შეიძლება ტელეფონისკენ გაიწიოს მაინც, იმიტომ რომ მალე მოიწეს. გინდა არ გინდა. რაღაცნაირად. აი ესეთ ადგილას შანსი არ არის რომ ამ ტელეფონისკენ გაიწიოს. ეხა ველოდებით უბრალოდ როდის დაიწყებს ლაპარაკს. ამასობაში აქ ეს ზემოთხსენებული კარპი დახტუნავს და თაკოს ნერვებს უშლის. ანტე არის ეხა 3 წლი ნახევრის. არა. აღა უკვე. ხო, აღა უკვე ოთხი. გადავგდე მამა. მაგონ პატარ თეზები. ბუზი იხჩობა. ბარაკ ობამამ ხო დაბრიდა, მე ვაფშე დედა უკეს. არა, მანდარი, ეგერა შეიძლება. ბუზი. შებუი. არა, დინდა, მგონ მობეზდა. შეხვედი მაინც. აპრეტუზო მედუზო. მაგარი ცუდი ძირია. ხო, იქით კაია, იქით ქუშა არის და. კამერა ხე. დანტე, მე, მომი. შეუხვე. კაგია დასველება, мама. კეკიადი? აი ესე. ანტიბეჭა. მიუბრუნე ეგრევე ხურდა. არა ბიჭოს ხარა. შენ უფრო გაწუზული. მე რა, მე გავშვირები სადმე. გავშვირებია, მეც გავშვირე. ისე ვნახოთ წელს სადამდე გაგრძელდება ზაფხული და სადამდე გვაცდის ასე ვთქვათ და გაგვითბობს ძულებს. სხვათა შორის ბევრი არის ოსლოში ესეთი ადგილები. ანუ ბევრი ისეთი ადგილი არის, სადაც ხალხი არ დადის, სადაც საერთოდ არ იციან ხალხმა რომ ეგ ადგილი არსებობს. მაგრამ ძალიან ლამაზი ადგილები არის. ახლა ამის გვერდით კიდე არის გაყოლებაზე 2-3 ტბა მინიმუმ რა. აი ახლა არ ვიცი ვიდეოში რამდენად ჩანს და რაღაცა. მაგრამ აი წითლებს ხო ხედავთ, აი ეგ წითლები არის ესე. რაღაც ეგ არის ჩვენთან რო ეძახიან იმას, მაროძინას რა, კენკროვანი არის და აი ესე პროსტა დეკორაციად აქვთ. აი არც წვიტავენ, არც ჭამენ. ესენი მხოლოდ ყიდულობენ მაღაზიაში. თაკოს არაერთხელ ვნახია ქალაქში, აი შუა ქალაქში უბრალოდ მიდიხარ და ეკალა ყველა მიცის. ჩვენ მაგისგან ჩვენ მაგას ჭამთ ჩვეულებრივად და ძალიან მაგარი ფხალეული გამოდის. აი ესე უბრალოდ ყრია, აზზე არ არიან რა არის. რომ წიცოდენ რა არის და როგორ არის, მაინც სწავლენ. აი შეიძლება მივიდეს ფოტოები ნახოს, სწავლ და მე მაღაზიაში იყიდეს იგივე რაღაცას. ანუ ესე ვერურს არ წვიტავენ რა. მოკლედ იმედია ისიამოვნეთ ვიდეოთი, ესეთი ვიდეო გამოგვივიდა დღეს. რა ვიცი, ვცდილობ რომ ვიაქტიურო, მაგრამ ნუ არ გამონდეს, ხო იცით რომ სამსახური გინდა არ გინდა მართმევს დროს 8 საათი დღეში და ეხლა ეს ბოლო 2 კვირა გამოგვიჩნდა შვებულება მე და თაკოს და ნუ მოვხოდეთ. მე იქ თევზაობის პონჩი ვიაქტიურე, მე აგერ ვლოგი რაღაცა. მოკლედ თქვენთან იყო თემურ გვარაძე. აბა ჰე, აბა ხომ მოვალ შეხვედრამდე და თუ გამომიჩნდათ რომ აუცილებლად კიდე შემოგთავაზებთ რაიმე
ვლოგს. რაც ველოსიპედზეც მინდა რომ გადავიღო 1-2 ვლოგი, გავისეირნოთ, ნახოთ ქალაქში რა ხდება. მადლობა ვინც დღემდე ჩემთან ერთად ხართ და მომავალ შეხვედრამდე.